არის ქალბატონო ინგა ბატონებო და ქალბატონებო მოდი პირველ რიგში იმ ადამიანებს მიულოცოთ ახალი წელი რომლებიც თავის გემოზე ვერ გადაადგილდებიან და ღმერთს ვთხოვოთ რომ უცებ რაღაცა მოხდეს რომ ყველა ფეხზე წამოდგეს და ყველა იყოს ჯამთელები მეორე ვისაც მინდა მიულოცო ციხე მაინც ციხეა ციხეში რაც არ უნდა გქონდეს და გარეთ კარები როცა დაკეტილი გაქვს მაგაზე უარესი შეგრძნება არაფერი არ არის და ღმერთს ვთხოვ რომ ისეთი კანონი გამოუშვან რომ ვინც შემთხვევით მოხდა ციხეში და დაახლოებით 60-70%-ია ეს ყველა განთავისუფლდეს რაც შეეხება ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ემიგრანტები მინდა ემიგრანტებს უსურო კარგად ყოფნა ჯანმრთელობა გაძლება იქ ჩვენი დები და ძმები არიან და დარწმუნებული ვარ აქეთ მობრძანდით და ესეც აჩვენეთ აქეთ მობრძანდით და მინდა რომ ჩვენ გვაქვს სამომავლოდ რაღაც გეგმა და იმ გეგმას დარწმუნებული ვარ ჩვენ გავახორციელებთ და ემიგრანტები ყველა დაჩქარებული წესით ჩამოვა ამას აქვს თავისი დრო პროგრამა და ეს აუცილებლად გაკეთდება და მე ტესლას მე პატრონის რა ქვია ეს ილონ მასკი არის ჩემი მეგობარი იმიტომ აწერია აქ ტესლა და ის ჩვენ ყველაფერში დაგვეხმარება რომ ჩვენ 100-ჯერ უფრო მაგრად ვიყოთ და ამას პირდები ყველა თქვენ ტოლ ახალგაზრდებს თელ საპატრიარქოს ულოცავ თელ საქართველოში მცხოვრობ ყველა ეროვნებას ულოცავ აი ამ ახალ წელს დარწმუნებული ვარ რომ ეს ახალი წელი იქნება საუკეთესო წელი ყველასთვის ვინც ჩვენ ჩამოვთვალეთ გილოცავთ და აი ამ ჩემს ვიწრო წერო ვართ მეგობრები ვართ დღეს გუშინ დავაანონსეთ ჩვენი იურიდიული სამსახური და ამ იურიდიულ სამსახურს ძალიან დიდი ეფექტი ექნება და მე მინდა უთხრა ყველა ახალგაზრდას აი როგორიც არის ქალბატონი ინგა როგორიც არის აგერ ქალბატონი მარიამი აგერ არიან ბიჭები აგერ არიან ახალგაზრდები აი ხვალიდან უკვე რა ქვია ბიზია რეზიუმე თქვენს ენაზე ქვია რეზიუმე აქ არის ტელეფონის ნომერი თქვენი CV-ს ქვია რეზიუმე მაგრამ იცოდეთ CV და რეზიუმე